ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, თუ როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ვეტერანებს მიულოცეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს მთავრობის მეთაურმა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ. ვეტერანებმა ასევე მოისმინეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართვა, რომელიც ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა გააჟღერა. შეხვედრაზე იმ პროგრამაზე ისაუბრეს, რომლებიც სახელმწიფომ ვეტერანებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობისთვის აამოქმედა. ღონისძიებას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალუბლიშვილი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები ესწრებოდნენ. 17 ოქტომბერი ვეტერანთა დღეა. ეს თარიღი საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება. ამავე წლიდან აღინიშნება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დღეც. ჩვენი გეგმების განსახორციელებლად და ქვეყნის შემდგომი წესვლისთვის უმთავრესი პირობაა მშვიდობისა და სტაბილურობის გამტკიცება. თქვენ ვეტერანებმა ყველაზე უკეთესად მშვიდობის ფასი მადლობას გიხდით გმირობისთვის, სამშობლოსთვის, თავდადებისთვის, იმ წვლილისთვის, რაც შეგაქვთ საქართველოს უკეთესი მომავლის ჟენებაში. ვეტერანებს ყველაზე უკეთ მოგვეხსენება და ვიცით ომის მთელი სისასტიკე და მშვიდობის შეუფასებელი ღირებულება. სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებულად დასაფასებელია საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული ერთადერთი უალტერნატივო მშვიდობის კურსი. თუმცა ერთს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვისა და თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაზე არ ვზრუნავთ. ჩვენ ვირჩევთ ღირსეულ მშვიდობას. შევხვდით ჩვენს ღირსეულ ვეტერანებს, მიულოცეთ მათ 10 წლის იუბილე. შეუფასებელია მათი 8 წელი ჩვენი ქვეყნის წინაშე და მინდა რომ კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო მათ დღევანდელი დღე და უსურვო ყველას ჯანმრთელობა.